განსაკუთრებით იმისთვის, რასაც აკეთებ იმ ადამიანებისთვის ყოველდღე რომ აკავებენ და არ ვიცი მე საძებნელი ყავს ხან რეიზოლატორში და ხან რომელში და ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ, უნდა დავიწყოთ იმ თემაზე საუბარი, რა ხდება გარეთ, ესე რომ ვთქვათ, სანამ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენ ვიცით რომ გაზეთების დარიგების ამბავი და კამპანია იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ეხლა ვიცით საჯარო უწყებებთან სინდისის პატიმრების და თქვენი ამ პროცესში ვინც ხართ ჩართული მისვლის ამბავი და ამაზე რომ მოგვიყვეთ ზოგადად რასემსახურებაც და ცუდი კითხვა, მაგრამ ზოგადად კამპანიის შესახებ, თქვენგან დავიწყოთ თეონა, რადგან თქვენ ხართ ერთ-ერთი ორგანიზატორი და მე გადავალ. მადლობა ეთერისთვის, მივესალმებით თქვენ სტუმრებს და მივესალმებით სინდისის პატიმრებს, რომლებიც ძალიან დიდი ინტერესით უყურებენ ხოლმე ყველა ეთერს, რომ გაიგონ თუ როგორ მოქმედებაში ვართ ჩვენ გარეთ და როგორ ვიბრძვით. შესაბამისად, ჩვენი ინსპირაცია სწორედ იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტი და მრავალფეროვანი აქტივობა გქონდეს ჩვენს საღამოს რუსთაველის უმნიშვნელოვანესი პროტესტის მიღმა დღისით, მზისით, რეგიონებში და არა მარტო, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ყურადღება მივიპყრათ. შესაბამისად, მე ყოფილი საჯარო მოხელე ვარ, თავის დროზე უკანონოდ გამათავისუფლეს, რა თქმა უნდა და ესეც დადასტურებული არის 4 წელი დაგჭირდა, მაგრამ ამ პირობებშიც კი მოვახერხეთ ის, რომ 4 წლის თავზე სამივე ინსტანციის გამამართლებელი გადაწყვეტილება ხელში გვეჭირა და დიდი მადლობა ამისთვის კიდევ ერთხელ ანზორ ხატიაშვილს, რომელიც არასამთავრობო სექტორიდან მაშინ მომევლინა როგორც ანგელოზი შეიძლება ითქვას და სწორედ მისი დახმარებით მოვიგეთ მაშინ ჩვენის პროცესები. მოკლედ, ჩვენი ადრესატები არიან საჯარო მოხელეები და ჩვენი კამპანია გრძელდება ცალკე ხაზი გვაქვს არჩეული საჯარო უწყებებთან, სამინისტროებთან, სიპებთან, აიპებთან, მუნიციპალიტეტებთან საპროტესტო აქციების გამართვას ვაორგანიზებთ, რათა ხმა მივაწვდინოთ კიდევ უფრო ახლოდან საჯარო მოხელეებს. ჩვენს ქვეყანაში ყოველი მეოთხე დასაქმებული არის საჯარო მოხელე. ანუ 310,000 საჯარო მოხელე გვყავს, რომლებიც მუშაობენ უწყებებში, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ ამ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეიძლება ითქვას და ისინი საქართველოს ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასებს, იმ ბიუჯეტიდან, რომელსაც ხალხი ერთობლივად ქმნით და ეს ადამიანები არიან დაქირავებულები. მათ ყველას პირად საქმეში უდევთ ერთი ჯადოსნური ფურცელი და ეს ფურცელი არის საჯარო მოხელის ფიცი, რომელიც მათ აქვს დადებული. ძალიან მოკლეა ეს ფიცი, ბევრმა არც იცოდა ამის შესახებ, მაგრამ მინდა რომ უბრალოდ წავიკითხო, აი ამაზე აქვს მათ ხელი მოწერილი. შეგნებული მაქვს საჯარო სამსახურში ჩემთვის დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და ვაცხადებ, რომ ერთგულად ვემსახურები ხალხსა და სახელმწიფოს. დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, კანონებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს, პატივს ვცემ საჯარო ინტერესებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. კეთილსინდისიერად აღვასრულებ ჩემს მოვალეობებს. სულ ეს არის, რაზეც მათ ხელი აქვთ მოწერილი, აი ამის შეხსენება გვინდა ჩვენ. აქედან რომ მოსიცავენ, ხა იმაზე ვფიქრობდი. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამიტომ, რომ ჩვენ ეს ფიცი შევახსენოთ მათ, რომ უფრო მეტად გამოფხიზლდნენ, იმოქმედონ, თვალი არ დახუჭონ იმ რეპრესიებს და იმ უსამართლობაზე, რაც საჯარო სამსახურების მიღმა ხდება მათ გვერდით და კიდევ უფრო ხელშესახები რომ გახდეს სინდისის პატიმრების მშობლების, ოჯახების ბრძოლა მათთვის და ისინი ვალდებულები არიან მოკლედ რომ უფრო ქმედითები იყვნენ და კონსტიტუციის დარღვევაზე, რომელსაც ირაკლი კობახიძემ ფაქტიურად თავზე გადაგვახია მთელს ქვეყანას და საქართველოს მოქალაქეებს, გქონდეთ მათ რეაქცია. კი ბეტონო, აი ეხა ამას ვამბობდით, რომ ხო, ამაზე აქვს ხელი მოწერილი, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ბეტონო, ზურა თქვენ გკითხავთ, აი ამ აქციების განმავლობაში, რაც საჯარო უწყებებთან იმართება ხოლმე, თუ გიგრძნიათ ერთხელ მაინც, რომ აი ამაზე ხელმომწერი ვინმე ან შეწუხებულა, ან რამეს დაფიქრებულა, ან თუ შეგხვედრიათ, აი არ ვიცი, ხო შედიან, ხო ყველა უკანა შესასვლელიდან ხო არ შედის მართლა იმ საჯარო უწყებაში, ხო? აი თქვენ რა ის თუ გქონიათ რამე შემთხვევა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. მე თვითონ საჯარო მოხელე ვიყავი წლების განმავლობაში, მრავალი წელი მიმუშავია საჯარო სამსახურებში და ვიცი ყველა ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს საჯარო მოხელეები იზოლირებულ მდგომარეობაში ყავდეს და როგორც ადმინისტრაციული რესურსი ასე უყურებს მუდმივად. გახსოვთ პარლამენტმა მაია ბითაძემ როგორი განცხადება გააკეთა, ხო? აი წინა ხელისუფლების დროსო ნახირივით მიგვერეკებოდნენ. ყველა ხელისუფლების დროს ნახირივით მიერეკებიან. და ეს არის სუსტად და ამიტომ იყო რომ ყველა ხელისუფლების დროს მე მაგალითად
მომიწია სამსახურების დატოვება ერთი საჯარო სამსახურში ვიყავი ხელისუფლების დროს რო იტყვიან გამომაგდეს, მე ამ ხელისუფლების დროს გამომაგდეს, ანუ ვერ ვეგუები ვერანაირად და ვინც ამას ვერ ეგუება, რეალურად ადრე თუ გვიან აღარ არის საჯარო მოხდენი. საჯარო სამსახურის დატოვება, მაგრამ ნახეთ საქმე რაშია. ერთმანეთის სოლიდარობა რა აქვს საჯარო სამსახურში, რომ ერთს რო უშვებენ აი ის მეორე რომელიც პოტენციურად შეიძლება ნებისმიერი თავისუფალი სიტყვისათვის თვითონაც გააგდონ, ამაზე რეაგირება არ აქვს. და ჩვენი მთავარი მიზანი ახლა რატო დავდივართ საჯარო სამსახურებთან და რატომ მივდივართ ახლოს და ვეუბნებით. პირველი ის რომ აბსოლუტურად და კატეგორიულად აქვთ აკრძალული რომ აქციებში მონაწილეობა მიიღონ და თუ შეამჩნევენ აი უკომენტარო დაგდებენ სამსახურებიდან და გადავწყვიტეთ რომ ჩვენ მივიდეთ. მე მეორე თემა კონკრეტულად მე მაგალითად როგორც წინდის პატიმრის მამას ჩემი ინტერესია რომ მივიდე ამ სამსახურებთან და უთხრა რეალურად რის გამოძის ჩემი შვილი ციხეში. ძალიან ცუდ პიარს უგორებენ რაღაც 14 წუთიანი ვიდეოდან ამოჭრილი აქვს 2 წუთნახევრიანი გაკეთებული და ზვიაც როგორც ნახეთ ხომ ამ ბოლოს პაპუაშვილი პირდაპირ მნიშვნელობით სასამართლოს მიერ პოსტებს უძღვნის სისხლიანად გეგმავდა ქუჩის ომებს. ანუ ისე წარმოაჩენენ ანუ იმ სასამართლოს გადაწყვეტილებასაც კი არასწორად წარმოაჩენენ ამ 19 წლის ბიჭს თითქოს რეალურად მართლა ტერორისტია, როცა როგორ გითხრა ბავშვი ისე გაიზარდა, კონფლიქტი არ ქონია საერთოდ არასდროს არავისთან, ისეთი კეთილსინდისიერი და რეალურად მართლა კანონმორჩილიც არის, ოღონდ იმ კანონებისა, რომელიც სამართლიანია, რომელიც ქვეყანას ანადგურებს, ხალხს აღჭობს, ასეთი ტიპები როგორც ვიადია, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაემორჩილება და ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ ნახეთ, სასამართლოს უბრალოდ საჯარო მოხელეები ხართ და უნდა ხვდებოდეთ რომ სასამართლოში რატომ აკრძალეს ფოტო გადაღება, ტელევიზია, ყველაფერი რატო ჩააბნელეს სასამართლო. მათი ინტერესი ხო უნდა ყოფილიყო რომ ამ სინდისის პატიმრებისათვის დაემტკიცებინათ და ეჩვენებინათ მთელი ქვეყნისთვის. ეჩვენებინათ ნახეთ რეალურად მართლა უმტკიცდებათ, მართლა დამნაშავეები არიან, მართლა აპირებდნენ რაღაცას დალეწვას, დაანგრევას და ასე შემდეგ. თუ ეს რეალურად ამის მტკიცებულებები ხონდათ, პირიქით უნდა ეკნათ, გააეხსნათ უნდა სასამართლო და ყველა ნიუანსი და ყველაფერი უნდა ეჩვენებინათ, ხო? და ამას ვუხსნით და ვეუბნებით ჩვენ მაგათ, რომ ნახეთ, ეს ასე იმიტომ არ იყო, რომ რეალურად სულ სხვანაირად არის სიტუაცია. ეს ბავშვები რეალურად ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის იბრძვიან და დაბადებული თავისუფალ საქართველოში. ზვიადის რეაქცია როგორი იყო ბატონ ზურა? ამ ამბავზე, კონკრეტულად პაპუაშვილის ამბავზე. რომელმაც თუ არ ვცდები 3 თუ 4 პოსტი მიუძღვნა და 1-2 ეთერში ამაზე ილაპარაკა. და დიდი დრო დაუთმო. დიდი დრო დაუთმო, ჯერ პოსტი დადო, პოსტი დაბუსტა და რაღაცა მთელი ამბები. მე განცხადება გააკეთა და მე კიდე ჩვენი განცხადების მერე რო საჩივარ შევიტანდით, კიდე გააკეთა განცხადება, რომ ესო სამართლებრივი შეფასება კი არ მიმიწეო, ეს პოლიტიკური განცხადებაა და პოლიტიკური განცხადება გააკეთა ლევახაბელის უმას და ჩასვეს ციხეში. მაშინ როცა პირდაპირ მნიშვნელობით თქვა, რომ სასამართლოს მიერ დადასტურებული ტერორისტია, წარმოგიდგენიათ რაც ამბობ. როცა ის რაც წარუდგინეს ბრალი, ისიც კი ვერ დაუმტკიცეს, გადაუკვალიფიცირეს და საერთოდ სულ სხვა მუხლით გაასამართლეს და აბსოლუტურად უკანონოდ მიუსაჯეს. იქეთ არაფერი არ უმტკიცდებოდა რეალურად ამ პროპაგანდის. ჩვენ ამ საჯარო მოხელებთან მივდივართ და ვეუბნებით, რომ ყველა შეიძლება აღმოჩნდეს ამ დღეში. მე მუდმივად ათეულობით წელი მართლა ვმუშაობდი სხვადასხვა საჯარო მითუმეტეს იმის ფონზე რომ აკავებენ ხო საჯარო მოხელეებს. თქვენთანაც მოვა. არ გეგონოთ რომ აი დიქტატურა როცა გამყარდება რეალურად აი ჩაბეტონდება, ყველასთან მივა და არავინ არ დარჩება რაღაც იმიტომ რომ საჯარო სამსახურში მუშაობ, არ დარჩება. საჯარო სამსახურში არ შეეხებიან, არ დარჩება, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ადამიანს რაღაც ფორმით თუ დაახჩობ ბოლომდე ის აუცილებლად რაღაცა სიტყვის და რეალურად აღარ აღმოჩნდები საჯარო სამსახურში და ჩვენ გვინდა უთხრათ მათ რომ რეალური ინფორმაციას გაეცნონ, ჩვენ მოგვისმინონ, ჩვენ არ ვართ მათი მტრები გავართ ქუჩაში, მაგრამ საერთოდ ქვეყნისთვის ვიბრძვით, ხო? პირადად მე, რა თქმა უნდა, ჩემი შვილის პატიმრობის პატიმარი რომ არის მისი განთავისუფლების და პარალელურ რეჟიმში ვიბრძვი ამ ქვეყნის. იმიტომ ხართ ამ ბრძოლაში და ისიც იმიტოა. ზვიადი გარეთ გამოვა და თუ ეს ქვეყანა რუსეთში წავა, ზვიადი ორ თვეში კიდე ციხეში აღმოჩნდება ზვიადი და ყველა ის ბიჭები, ხო, რისთვისაც იბრძოდნენ. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა. საჯარო მოხელებმაც, გლეხმაც, მუშამაც, ადვოკატმაც, ექიმაც, ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. ზვიადის თანატოლებს და მე
გადავიდეთ ჩვენს ხოსტუმრებზე. ზვიადის თანატოლებს რას ეტყოდით, თქვათ, რომლებიც დღეს ისე აღარ აქტიურობენ, როგორც ადრე აქტიურობდნენ. ნახეთ, ასეთი პრობლემას ვხედავ მე კონკრეტულად მაგ თაობაში, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ლანგარზე მიერთვა ამ თაობას რა რეალურად დამოუკიდებელი თავისუფალი ვერ ვიტყვი აყვავებული და რაღაც იყო საჭირო კიდე შრომა და ბრძოლა მაგრამ რეალურად დამოუკიდებელი საქართველოში დაიბადნენ და ძალიან ბევრს გონია რომ ამას არ დაკარგავენ და ეს რაღაც ღმერთისგან ბოძებულია და მუდმივად ექნებათ და სწორედ იმას ის მინდა დავაჯერო მათ რომ თუ არ იბრძოლეს ამის შენარჩუნებისათვის დაკარგავენ და მე როგორც მერაბ კოსტავა ამბობდა ხო მუდმივად უნდა იბრძოლო იმისათვის და როგორც კი შეაჩერებ ბრძოლას იმ წუთში დაკარგვის საფრთხის წილაში აღმოჩნდი ჩვენც ხო მოვადუნეთ ყურადღება ხო აი 12 წელია მართავენ ესენი ქვეყანას და ამ პერიოდში ზუსტად ის გაგვიკეთა იმ რეჟიმმა რომ ყურადღება სულ სხვა რაღაცებზე გადაგვატანინა და ფაქტობრივად უმტკიცებდა ყველას რომ ევროპაში მივდივართ რეალურად და აღმოჩნდა რომ საერთოდ არ მიდის ევროპაში ანუ მოვადუნეთ ყურადღება სიფხიზლე რომ ქვეყანა საით მიდიოდა ფაქტურად იმას კი აღარ უყურებდით რაღაც სხვა რაღაცებით დააინტერესეს და ამასობაში თავარი გამოგვაცალეს და წაიყვანეს ევროპისაკენ ამ თაობას ვეუბნები რომ გამოგაცლიან ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას თავისუფლებას და მე საბჭოთა კავშირში ნაცხოვრები ადამიანი ვარ და არავის არ ვუსურვებ საბჭოთა კავშირში და ზოგადად რუსეთის იმპერიის ქვეშ ცხოვრებას არავის არ ვუსურვებ ეს არის არ ვიცი კამერაში ჯდომაა იგივე ოღონდ სარკმელიც რომ ჩამოფარებულია ისეთ სიბნელეში ცხოვრება და მოუწოდებ რომ აი მასიურად მასობრივად მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყვნენ და უნდა ჩასჭიდონ დღეს დარჩენილ დამოუკიდებლობას თავისუფლებას და ის გარანტირებულ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას სწორედ ამ თაობამ უნდა შექმნას და გააკეთოს თავარი ბრძოლა მათ უნდა წარმატოს ნამდვილად ასე გეთანხმებით და აი თეონასაც მკითხავ თქვენს სულ მე დედებთან მაქვს ხოლმე ახლა ბატონ ზურას არ ეწყინებას ვთქვით მაგრამ რაღაც ქალები კიდე სხვანაირად განიცდიან რაღაცებს და ზედმეტი ემოციები შეიძლება იყოს ხოლმე სულ ეკითხები ხოლმე თუ აი ყველას რო ხვდები ეთერში თუ ეთერს მიღმა რომ აი რანაირად შეგიძლიათ როგორ აკეთებთ ამას იმიტომ რომ გასაგებია რაღაცა ეს რომ ბრძოლის რაღაცა იმას გვაძლევენ პატიმრებიც და ერთმანეთს ჩვენს მაგრამ რაღაცა ემოციები ხო არსებობს იმის იკითხვა აი ამასთან გამკლავება როგორ გიწევთ ხოლმე და მაინც იმ ბრძოლაში ყოფნა რაშიც ხართ ყოველდღიურად და მით უმეტეს რომ მართლა ყოველდღიურად გადამეტების გარეშეა რომ აი გარეთ გამოდიხართ ხან აქციაზე ხართ დილით საღამოს ყველგან ხო აი ამას როგორ ახერხებთ ხოლმე მოგესალმებით მე გახლავართ ერთ-ერთი სინდისის პატიმრის დედა მივესალმები ჩვენს ბიჭებს დიდი მადლობა მოწვევისთვის ქართველი დედა არ ვიცი ენით აუღწერელი ძალა აქვს ქართულ დედებს გამოჩნდა დიახ ვერანაირად ჩვენს დედებს ვერ შეაშინებენ ყველანაირად მე ემიგრაციიდან რომ დავბრუნდი რომ წავედი აქციაზე მე იქ ენით აუღწერელი ძალა შემართება ვიგრძენი და დავინახე რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევს ჩვენი ხელისუფლება ჩვენ დედებს მით უფრო მეტად ძალას გვაძლევს და მობილიზირებულები ვხდებით არ დაავიწყოთ ჩვენ ხელისუფლებას რომ ქართველი დედა დაუმარცხებელია მით უმეტეს როცა შვილის სიცოცხლეს ეხება და მით უმეტეს მეორე მინდა რომ თქვა საქართველოს ეხება ხო ეს არის ყოველდღე. აი ემიგრაციიდან დაბრუნების ამბავსაც კითხავთ აქვე რა თქვენ ახლა ანრი რო დაიჭირეს მაშინ აქ არიყავით და მე რაღაც პროცესების განმავლობაში ეს გადაწყვეტილებაც როგორი მისაღები იყო იმიტომ რომ ჩვენ ახლა ყველასთვის ცხადია რატო იყავით იქ წასული ხო რაღაც ეს ფინანსური ამბავია რომ რაღაცა თქვენი შვილიც და სხვა ოჯახის წევრებიც ნორმალურად ყოფილიყვნენ აქ ესეც ჯერ პირველი ეს მძიმე გადაწყვეტილება წასვლის და მე აი უკან დაბრუნება რამდენად ასე ვთქვათ მძიმე იყო ყველა მიმართულებით. ეხლა ემოციურად გასაგებია რომ შეიძლება უფრო ისეთი იყო, მაგრამ აი სხვა მიმართულებებით სხვა არსებობს. გინდათ ფინანსური მათ შორის ეხლა ამ ქვეყანაში არ არის მარტივი კი არა ძალიან რთულია ცხოვრება. ძალიან. ანუ მე 13 წლის ემიგრანტი ვარ, ანუ მე 13 წელია რაც ემიგრანტი ვარ. 10 წელი მე საქართველოში არ ყოფილ ვარ. 2020 წელს ჩამოვიყვანე ანრი ჩემთან 3 თვიანი ვიზით. არ გვინდოდა დედაშვილს გახლეჩვა, მაგრამ საბუთს რახან ვიზას გასდიოდა დრო იწურებოდა და დაბრუნდა ანრი უკან. იმის მერე ტელეფონით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს ვიდეო თვალით.
მე ვიცოდი ანდრი რო დადიოდა აქციებზე, ახლა რო ვთქვა რომ პოლიტიკაში იყო ჩართული მეთქი, არა, მაგრამ შორიდან ადევნებდა თვალყურს. ყოველთვის რო ვეკითხებოდი დედა რა ხდება საქართველოში, დედა ძალიან მწყდება გული, ძალიან დიდი განუკითხაობა. ძალიან ემოციურად ჩართული ამ ამბავში. კი, ვიცოდი რომ დადიოდა აქციაზე, მაგრამ მე არ მქონდა იმის უფლება რომ მე თქვა რომ არ წახვიდე. იმდენ რამდენადაც თქვენ ხვდებოდით რისთვის იდგა იქ, ხო? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მე არ შემიძლია არ კითხოთ დაასრულეთ და მე ვკითხო. ველოდი რომ ამ ნაბიჯს გადადგამდა ჩვენი ხელისუფლება და დააკავებდნენ. ტყუილია რომ არ ველოდი მეთქი, მაგრამ რეალობას რო შევეჯახე, რომ ანდრი დაიჭირეს ძალიან ძნელი, საშინელება იყო. ჩვენ ბიჭების დედებს უფრო გაუადვილდა, იმიტომ რომ ერთად იყვნენ და მე იქ მარტო ვიყავი. კი, ვიცი თქვენ ეს ისტორიები. მე მარტო ვიყავი და მე ძალას მაძლევდა ამ დედების ერთობა. ამ ხნის განმავლობაში სანამ ჩამოვიდოდი, ყოველ წუთს უკავშირდებოდი ჩვენ ნანი წულაიას, თუნდაც ცოცხლად მყავდა შეჭმული ყველა. ესე იგი, მე მინდა კითხოთ, რას ფიქრობთ აი ამ ახალ კანონზე, ხო? ხო, ემიგრანტების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მათ უზღუდავენ ხმის მიცემის უფლებას და უზღუდავენ არჩევნებში მონაწილეობას. როცა ემიგრანტებზე დგას მართლა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ყველაფერი. აი ზუსტად სანამ შემოვიდოდით თქვენთან, თეონავს კითხე, შეიძლება რომ ყურადღება გავამახვილო ამ თემაზე, რომ თქვა ერთი სიტყვა ჩემი საკითხი. აუცილებლად ყველას გვაინტერესებს. ანუ გუშინ მე როცა ვნახე ის ქალბატონი, რომელიც ჩვენ ქართველებს, გურამ რო გავასრულყავდით. ჩვენ ქართველებს მითითებას გვაძლევს ემიგრანტებს. მეც იმ მილიონთაგან ერთ-ერთი ემიგრანტი ვარ. ის ქალბატონი, რომელიც საქართველოში დაიბადა, საქართველოში გაიზარდა და ვერ ლაპარაკობს ქართულად. ისეთი ადამიანი ჩვენ ქართველებს ჩვენზე დგას საქართველო და რა გაუკეთესო ემიგრანტებმა საქართველოს. ხო, ძალიან მიუღებელი. ქალბატონო, მინდა მოგმართოთ ძალიან დიდ ცეცხლის ასხამთ ნავთს. არ შეიძლება ასეთი რაღაცა. ჯერ ქართული ისწავლე და მერე თქვის სიტყვა. თქვენ არ გაქვთ იმის უფლება ჩვენ ემიგრანტებს მოგცეთ მითითება, რომ არ გვაქვს იმის უფლება ხმა მივცეთ. არა და ეს ასე არ არის. ემიგრანტები რატომ არ უნდა ჩვენ ხელისუფლებას ქართული ემიგრანტებს რო ხმის მიცემის უფლება იქ არ გვაქვს. ერთადერთი ადგილი, სადაც ვერ გააყალბა ხმის მიცემა. ერთადერთი ადგილი. ამას ვერ ეღირსებიან. იქნებოდა ჩვენი ხელისუფლება იმასაც გვიპირებს, რომ ჩვენ ქართულ ემიგრანტებს მოქალაქეობა წაგვართვა და რო ჩამოყავს იმ არაბებს მისცეთ ის ჩვენი მოქალაქეობა. ეს ჩემი აზრია და ამიტომ ის ემიგრანტები, რომლებიც აქციას მართავენ ამ წინააღმდეგ, მე უერთდები იმ ემიგრანტებს. რა თქმა უნდა. მოკლედ ესე იგი, რომელ ფრონტზე შეიძლება რომ იყოს ადამიანი ამ ბრძოლის იმაში, აღარ ვიცით, მაგრამ აი ზუსტად ამ ფრონტებთან დაკავშირებით გადმოვალ ახლა მარიკასთან კითხოთ, იმიტომ რომ მართლა რომელ ფრონტზე იბრძვის ხოლმე უკვე ვეღარ ვეწევი, იმიტომ რომ თან ეგ არის, რომ ვინმეს რო აკავებენ ხოლმე, ახლა ბევრი ადვოკატი არავინ არ მიწყენს, მაგრამ ამ ნაწილში მარიკა ხოლმე ჩართული და პირველი რასაც ვაკეთებ, იმ წამსვე მარიკას წერდა და ოღონდ სულ მიგვირს, რომ მაქსიმუმ 5 წუთში პასუხს მცემს, ანუ საცალია ჩემთვის პასუხის გასაცემა თქვა, ამას ვფიქრობ, მაგრამ ნუ მოკლედ, ყველა მიმართულებით უნდა გკითხოთ, ამ მიმართულებითაც რაზეც ვსაუბრობთ, ამაში ჩართული ხარ, აი ამ აქციებში, რომელიც მეც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც რო ახლოდან ვეთქვით ყველა სათქმელს გონია რომ ცოტას მაინც გაიგებენ, ან რაღაც დაფიქრდებიან და მეორე ნაწილი პატიმრები, რომელსაც ყოველდღე ეძებ და მე იცავს ხვებთან ერთად სასამართლოში, ხო? რანაირად როგორ ახერხებ? მოგესალმები პირველ რიგში და მივესალმები ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია დღევანდელ დღეს აბსოლუტურად ასე ვთქვათ, მაქსიმალურად შეზღუდულ რესურსებით და შეზღუდულ ვითარებაში იყო აქტიური და იბრძოლა შენი ქვეყნისთვის, მაგრამ ვახერხებ და ძალას მაძლევს სწორედ ის ჩემი სამშობლოს სიყვარული და ხალხის სიყვარული, რომელიც ასე მოზღვავებულად მაქვს და მეც და თითოეულ ჩვენ აქ მყოფებს, ხომ? მოცემულ შემთხვევაში მოდი დავიწყებ დაკავებებით, იმიტომ რომ ამ წუთებში სწორედ გუშინ წინ დაკავებული 2 ადამიანი გადაყავთ უკვე სასამართლოში და მათი პროცესები გაიმართება.
მე სანამ დავიწყებდი პოლიტიკურ საქმიანობას, საკმაოდ ბევრი წლის განმავლობაში ვიყავი მოქმედი ადვოკატი და რა თქმა უნდა ეს უნარები არ დამკარგვია ერთი პროფესიიდან მეორეში გადასვლით და საბედნიეროდ გამომადგა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ვახერხებ, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ მე მოვახმარო ადამიანის უფლებებს და ისეც ადამიანის უფლებები არის ის მთავარი ღერძი, რაზეც დგას მთლიანად ჩემი ღირებულებები. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ავგნიშნეთ, ვისაუბრეთ სინდისის პატიმრებზე და პირველ რიგში მე მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით აქედან მოვიკითხო თითოეული მათგანი და ვუთხრა მათ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ ძალიან მალე დაიბრუნოთ ის თავისუფლება, რომელიც ფიზიკურადაც გეკუთვნით, თორემ მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენზე თავისუფალი დღეს გარეთ მოსიარული ადამიანები ვერ არიან ნამდვილად, ბევრნი და ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე თქვენი გაუტეხლობით, თქვენი გამბედაობით და ჩვენი გაუჩერებლობით. მათ გარდა, ანუ პირველ ეტაპზე დაკავებული 60-ზე მეტი სისხლის წესით სინდისის პატიმრის გარდა მინდა გითხრათ, რომ ჯამში ჩვენ გვყავს 120 ადამიანამდე სისხლის წესით დაკავებული სინდისის პატიმარი. ასევე მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვების შემდგომ ჩვენ გვყავს 150-მდე ადმინისტრაციული წესით დაკავებული, ქეთაშენც მათ შორის წარმოადგენენ ამ სტატისტიკაში ხო? და ეს საგანგაშო მაჩვენებელია და ამის მიუხედავად, ანუ ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ებრძვის ოცნება საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ მოქალაქეებს და იგონებს ახალ-ახალ წესებს. ეს იქნება გამკაცრებული ეგრეთ წოდებული კანონები, ფიზიკური ანგარიშწორება თუ დატყვევებები, ხო? და ამის მიუხედავად პროტესტი ვერ გააჩერეს, პროტესტი გრძელდება და უწყვეტ მოცემულობაშია. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეხლა სათამაშოების ხელშიჭერის გამო რო იჭერენ უკვე ადამიანებს და ტროტუარებიდან იტაცებენ, ეს პირდაპირ მანიშნებელია იმის, რომ ხალხის გაუტეხლობა მუშაობს და მთავარია კანონი აღიაროს ხალხმა. ხალხს ეს კანონი არ უღიარებია, ხო მართალია? ამიტომ უწევთ უკვე ასობით პოლიციელის ჩაყენება, თვითონვე კეტავენ ქუჩებს, თვითონვე ტროტუარებზე აღარ აადგილებენ ადამიანებს და ეს ნიშნავს იმას, რომ კანონი, აბსურდული კანონი, რომელიც მიიღეს ვერ იმუშავა და ასევე აღიარებს ოცნების პრემიერი კობახიძე, როგორც ეს ჯარიმებთან დაკავშირებით აღიარა, ეს პროტესტი გრძელდება. რაც შეეხება ახლა ჩვენს აქტივობას, პროტესტი მგონია, რომ მაინც სახე უნდა ეცვალა ყველა შემთხვევაში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ესეთ, ასე ვთქვათ, პატარ-პატარა პროტესტებს და შინაარსობრივად დატვირთულ პროტესტებს. ჩვენი მიზანი არის კი მოვიაროთ ყველა საჯარო უწყება და ნახეთ განსხვავება რა არის სხვა პროტესტებისგან. ჩვენ მოძიებულები გვაქვს სინდისის პატიმრების ადვოკატებთან ერთად სამართლებრივი ისტორიები. ძალიან მარტივად ერთ გვერდზე გვაქვს წარმოდგენილი, რას ედავებოდნენ ამ ადამიანებს და რატომ არის ეს ბრალი უსაფუძვლო, ანუ რა უნდა დაემტკიცებინა პროკურატურას და რა ვერ დაამტკიცა და აი ამ ისტორიებს ჩვენ თითოეულ ამ საჯარო უწყებაში მისვლის შემდგომ ვაბარებთ კანცელარიაში იმისთვის რომ კანცელარიის თანამშრომლობა მაინც რა თქმა უნდა ეს არის უბრალოდ აქტი და პერფორმანსი, მაგრამ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია რომ ეს ნახოს. ამას ჩვენ მე ამ ისტორიებს ერთიანად შევკრავთ, როდესაც 64-ვე ისტორია, ну ყველა ისტორია ვისაც სურვილი ექნება, გვექნება გაერთიანებული, თარგმნით და 123 მე მგონი. განაჩენები ვიზეც არის დაგარი იმას გულისხმობ ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვიცით წინასწარ სხვა შემთხვევაში. ნუ წესით ვიცით, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ხალხს ვიცით, თუმცა რა დარღვევები იქნება და რას ვერ დაამტკიცებს პროკურატურა, ამაზე მხოლოდ ვარაუდები შეიძლება იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ბრძოლა, ზურამ სწორად აღნიშნა ჩვენს მე ვიყავი, ასე ვთქვათ, გარდამტეხ პერიოდში დაბადებული ვიყავი, პატარა ვიყავი, თუმცა ვიყავი, მაგრამ ამ თაობას, რომელიც ახლა ახალგაზრდები არიან, სტუდენტები არიან, მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველო აქვთ ნანახი. ჩვენ და არიციან მათ, მეც კი არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ადამიანის უფლებების დარღვევა. საერთოდ ადამიანის უფლებებს რო ვეუფლებოდი და ვსწავლობდი, მიკვირდა, რომ ეს ხო ისედაც ესია მეთქი და რა არის აქ სასწავლი. თურმე ყოფილა, იმიტომ რომ ავტოკრატიულ სისტემებში და დიქტატორულ ქვეყნებში ადამიანის უფლებები არ არსებობს. დემოკრატია რამდენადაც საერთოდ ადამიანს გამორიცხავს და გამჭვირვალობა არ უნდათ. მე ფულს ვერ მოიპარავენ, მე ვერ მიითვისებენ ამდენ თანხებს, ხელისუფლებას ვერ მიიტაცებენ და ასე შემდგომ. ამიტომ არ უნდათ დემოკრატია და ჩვენი მიზანია ამ ქვეყნის განვითარება, დემოკრატია და უკვე ვეღარ შევეხები ალბათ რო არ მეყოფა ემიგრაციასაც მინდა შევხედე და საერთო სასამართლოების შესახებ. მაგრამ ჩვენი ეთერი ხო იცით სუღია არის თქვენთვის და შესაბამისად ნებისმიერ დროს ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები დასვით ყველმა თქვენგანმა და მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა და თან კიდევ ერთხელ გაიაზრებდა რამხელა გამოწვევის წინაშე
თამაშობთ გავართ, ხო, ჩვენი მაყურებელი. კი, მე მგონია, რომ იციან მათ, მაგრამ ყოველ ჯერზე უნდა რაღაცნაირად ვეცადოთ ამ პრობლემების აქტუალიზება. მე პროპაგანდა მოგჭირს გადაგვდებს და შეიძლება იმეთმაც გაიაზრან რაღაცა თავის Facebook გვერდებზე. პროტესტი უნდა გამრავალფეროვნდეს. და ამაში ძალიან ყოჩაღი არის თეონა. კი, ნამდვილად. ფათაშორის მინდა გითხრათ, რომ ის არ დაგვიმთავრებია მაინც და მაინც გაზეთების კი, ვიცით. პარალელურად იმასაც ვაგრძელებთ, ამასაც და კიდე ახალ რაღაცებს თეონა მოგვიფიქრებთ და ჩვენ ვითხარით თეონა. ესე იგი, მადლობა მინდა მოუხადო თეონას. რაც ჩამოვედი მარტო ერთხელ ვიყავი გაზეთების დარიგებას და აი იმ გინდათ მაგ პროცესში ჩართო ძალიან გული მწყდებოდა რომ აი ეს დედები ერთად რო არიან მე არ ვარ იქ და ერთხელ ის მერგო ბოლნიში ვიყავი სტუმრად ის ბედნიერება მერგო და მადლობა ნეტა აღარ იყოს ეგ საჭირო მაგრამ მათგან სოლიდარობის და ემპათიის რა თქმა უნდა გაზეთის შექმნაში და მე უკვე პროცესსა და გავრცელებაში მონაწილეობას ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ წარმატებები თქვენ რა თქმა უნდა შევხვდებით გარეთ და ამ ეთერშიც რა თქმა უნდა აუცილებლად ვისაუბრებთ და მოკითხვა კიდევ ერთხელ ჩვენს CBC-ის პატიმრებს. რეკლამის დრო არის ჩვენს ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ამიტომ არ გადაართოთ.